ეს მე ვარ. ახლად გაცნობილ მეგობართან ერთად, რომელსაც 10 წუთი წინ შევხვდი და ერთად მივდივართ პირამიდის აღმოსაჩენად კამბოჯაში. ალბათ დაგებადებათ კითხვა, როგორ მოვედი აქამდე? ამისათვის ცოტა უკან უნდა გადავახვიოთ. კამბოჯაში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ ნამდვილი კამბოჯური გამოცდილება მიმეღო. ამისათვის კი ვიქირავი მოპედი და წავედი კამბოჯის მთებში, დაკარგული ქალაქის საძებნად. დღეში ყოფნისას შემომაღამდა და დაბრუნდი იქვე სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში ღამის გასათევად. მეორე დღეს ერთ ადგილობრივ სთხოვე დამხმარებოდა ტყეში გზის გაგნებაში. სანამ უშუალოდ ტყეში შევიდოდით, ბენზინის ჩასასხმელად გავჩერდით. რა დროსაც ამ ბიჭმა დამინახა ხელში კამერა რომ მეჭირა და მომიახლოვდა. Are you a YouTuber? Yes. ამ მომენტში იმდენად ვიყავი კონცენტრირებული ჩემ თხოვნაზე მისდამი, რომ ბოლომდე ვერც კი გავიგე, რაც მითხრა. Okay, I will show you. Can you say subscribe the channel? Okay, everyone, Subscribe. can you please subscribe to my channel? მოკლედ ასია თუ ისე გავაგრძელეთ გზა. მოვიარეთ დანიშნულების ადგილი და სანამ უკან სახლისაკენ დავბრუნდებოდი, დაღლილი შესასვენებლად ჩამოვჯექი ცოტა ხნით. ისიც იყო რომ მოპირებდი წამოსვლას, რა დროსაც საბოლოოდ გავიგე მისი სიძის მიერ, რომ თურმე ეს ბიჭიც იუთუბერი ყოფილა. We are YouTuber. YouTubers. სწორედ ამ უკანასკნელმა დაგვაახლოვა ერთმანეთს და ასე სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით და ერთად აღმოგვეჩინა ახალი ადგილი, კამბოჯის პირამიდა. ნელ-ნელა ჩავდივართ მაღლობიდან დაბლობში. ბაზართან გავაჩერეთ, რადგან მინდოდა რაიმე ხილი მეყიდა, საგზლად წასაღებად. Your name? Rion. Rion. მე და რიონი გავჩერდით ახლა და შევისვენებთ. We have a little bit rest, me and Rion, because we already gone halfway and we are left like the same distance from here. Right now we are middle of nowhere. Here is no one, not city, not village, just farms. And we will continue soon. გზებზე ვხედავდი, რომ მოსახლეობას აი ასე თეთრი ფერის რაღაცა ჰქონდა გაშლილად დაყრილი. ძალიან ბევრი შემხვდა ასეთი სურათი. და მეც დავინტერესდი თუ რა იყო ეს და რას აკეთებდნენ. გავჩერდით ერთ-ერთ ადგილას და როგორც გავარკვიე, თურმე ეს ყოფილა მცენარე მანიოკი, იგივე კასავა, რომელიც პოპულარულია ამ ქვეყანაში და ზოგადად აზიის ამ რეგიონში. მოსახლეობას მოჰყავს თურმე ეს. მერე აი ასე ჭრიან პატარებად, ახმობენ მზეზე და ყიდიან მას რესტორნებზე. კილოგრამს 25 ცენტად. რესტორნები კი საბოლოოდ იყენებენ ამის ფხვნილს სუპების გასაკეთებლად. გზებზე ვხედავდი ასევე ძალიან ბევრ ასეთ ტრაქტორებს. ამასობაში მოვედით დანიშნულების ადგილას. ერთი ადამიანის შესვლა $15 ღირდა, ხოლო ადგილობრივებისათვის უფასო იყო შესვლა. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი კამბოჯაზე. ამ ქვეყანაში ორი ვალუტა მოქმედებს: დოლარი და ადგილობრივი რიელი. ოფიციალური ვალუტა კამბოჯური რიელია, მაგრამ იმდენად გაუფასურებულია, რომ მიმოქცევაში ასევე დე-ფაქტოდ იყენებენ ადგილობრივები ამერიკულ დოლარსაც. დოლარით შეგიძლიათ გადაიხადოთ პირდაპირ როგორც ბენზინგასამარსადგურებზე, ასევე რესტორნებში და ყველგან მოკლედ. ხურდასაც დოლარში დაგიბრუნებენ. წინა ვიდეოში დავათვალიერეთ კამბოჯის დაკარგული ქალაქი. ოღონდ ის იყო ადრეული მე-9 საუკუნის იმპერიის დედაქალაქი. ამჯერად კი მოვედით იმპერიის შედარებით გვიანდელ დედაქალაქში, ლინგაპურაში, იგივე კოჰკერში, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით. ამ ტერიტორიაზე ბევრი ტაძარი და კოშკებია
დაახლოებით 180, მაგრამ უმეტესობა ტყეშია ჩამალული და ვიზიტორებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 24. ჯერ დავათვალიერეთ აი ეს პირველი ტაძარი. პირველი გაჩერება არის აი ეს ეკლესიები, სადაც ახლა ჩემს გარშემო არის სულ 5 ეკლესია და სახელიც ქართულად ნიშნავს ამას, 5 ეკლესია. ფაქტიურად ჩემს თვალწინახა მთელი ისტორია არის. ეს როგორ ააშენეს და ამ 5 კოშკიდან 2 კოშკზე შემოხეული და შეზრდილია ხე და ჩემი აზრით უფრო ლამაზ და დასამახსოვრებელს ხდის მათ. ასეთი სურათია ერთ-ერთი კოშკის შიგნით. ასე გამოიყურებოდა მეორე კოშკის შიგნიდან. ერთ-ერთ კოშკთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ კი კამბოჯაში მოხვდებით, ამ ადგილს გირჩევთ ესტუმროთ ან ადრე დილის სინათლეზე, ან მზის ჩასვლისას, რადგან ფოტოები უფრო ლამაზი ამ დროს გამოდის. ასე გამოიყურება ამ ადგილის სქემატური სურათი. ასე გამოიყურებოდა ეს ადგილი ადრე, სანამ ტერიტორიას გაასუფთავებდნენ. ეს ტერიტორია იმდენად დიდია, ფეხით ყველა ადგილის დათვალიერებას ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ამიტომ ვაგრძელებთ ისევ მოპედით გადაადგილებას. ესეც მეორე ლოკაცია. როგორც ინფორმაცია მოვიძიე, თავდაპირველად ამ ადგილასაც 5 კოშკი ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს, 2 კოშკი უკვე მთლიანად დანგრეულია და ეს დარჩენილი 3-ც თლად მეტგრად ვერ გამოიყურებოდნენ. დასავლეთი კედელი ყველას ჩამოშლილი ჰქონდა. ასეთი სურათია ერთ-ერთი კოშკის შიგნით. ამ ტერიტორიას გარშემორტყმული ჰქონდა 2 თანაბარი ცენტრის მქონე ქვის გალავანი. აქამდე თუ მოგეწონათ ვიდეო, თხოვთ რომ გამოიწილოთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. თითქმის მოვადექით ჩვენი დღევანდელი დანიშნულების წერტილს. ახლა ვიმყოფებით სქემატურად აი ამ ადგილას და ნელ-ნელა უახლოვდებით პირამიდას. დასაწყისში იყიდებოდა დახლებზე სხვადასხვა სუვენირები, საჭმელები და წყალი. თითქმის მოვადექით ახლა აი მთავარ ტაძარს, მთავარ შენობას, რომელიც გავს პირამიდას. ოღონდ არის საფეხურებრივი პირამიდა, აი როგორც ეგვიპტეში გიზაში არის პირამიდა, ისეთი ფორმა აქვს და მაგრად მაინტერესებდა ეს ფოტოებში რომ ნახე. ამ ადგილას ისეთივე კოშკი დაკვდა, რაც დღეს უკვე არაერთი ვნახეთ. ოღონდ აქ ერთი განსხვავებაა. ეს ტაძარი არის მთავარი ტაძარი მთლიანად ამ არქეოლოგიური ადგილის და ის ასევე იმით იყო გამორჩეული, რომ მას წყლის რეზერვუარი ჰქონდა გარშემორტყმული ორივე მხარეს. ახლა ვიმყოფებით სქემატურად აი ამ ადგილას. და აი ისიც მეგობრებო, ჩვენი აქ წამოსვლის მთავარი მიზეზი, this is main place. და ამ ტერიტორიის ყველაზე გამორჩეული ღირს შესანიშნაობა, 7 საფეხურიანი უზარმაზარი პირამიდა. Final destination of. Oh, here is someone. Can we go? Yeah. ესეც კამბოჯის პირამიდა. Cambodian pyramid. ლამაზია რა. მე მაგრად მომწონს. აქ ნახეთ ბევრი სხვა პატარა ტაძრები, მაგრამ ეს არის მთავარი რა. ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე გრანდიოზული. ბევრმა ტურისტმა არ იცის ამ ადგილის შესახებ, არ არის იმდენად ცნობილი როგორც მაგალითად ანგკორ ვატი. მისი სიმაღლე 36 მეტრია, სიგანე კი 60. We see big hole on the top, yes? Yeah, when we go to the top. When we climb, Yeah, we climb over there and we see a big hole inside. okay. Really interesting. But we have no way to go. Uh-huh. Yeah, it's not like pyramid. It's different. The pyramid we can't go inside, right? Yes. They use
maybe some foreigner. Yes. They used to go inside at the top. Okay. But, I'm not sure about that. I just heard from people around me. Okay. And these people when they went inside of this, what they found? You don't know. Maybe the researcher. Okay. They come and they go to inside Okay. on hole. ახლა ავდივართ პირამიდაზე, ესე გამოიყურებულ პირველი საფეხური ზემოდან და ავდივართ ზემოთ. ამოვედით. ესეთ პირამიდის წვერი ასე გამოიყურება ბუნება უკვე ამ ყველაზე მაღალი ადგილიდან. და აი აქ არის ორმო, ასე ვთქვათ, სადაც იმედია შევძლებ ჩავიხედებ. სამწუხაროდ ვერ შევძელი კარგად რომ ჩამეხედა. მაინტერესებდა რამეს თუ დავინახავთ. აი იქით ცეცხლი არის, მე მგონი გაჩენილი და იწვის რაღაცეები. კვამლი იმიტომ დგას. ასე გამოიყურებოდა ეს პირამიდა, სანამ მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებდნენ. ფოტოების გადაღების თარიღი უცნობია. ხოლო ეს ტერიტორია გამოიყურება ასე, როცა ყველაფერი ამწონებულია. Okay, everyone. I'm here at the pyramid of Cambodia, or you can say that Koke Temple. Yeah, right. Okay. The view here is so amazing, and we are Cambodian. Welcome all the nation or the foreigner to come here and enjoy. Feel like relax and enjoy with everything. Thank you. რიონს ეს ყვითელი მანტო არაცვია, იმიტომ რომ ცივა. პირიქით, ოდნავსველია ეს მანტო და გასაგრილებლად ჩაიცვა წამოსვლის წინ. He just got monetized on YouTube. on one of his channel. Yeah. I hope you. I hope me soon. Yeah, soon. Congratulations. If you learn from me. Okay, I will learn from you. You are my teacher. If you are my friend, you will see this. Okay, thank you, my brother. ახლა ხანს მიიღო მონეტიზაცია და არის ბედნიერი. წეგან რომ ვახსენე, აქ 2 წყლის რეზერვუარია მეთქი. სწორედ ამ რეზერვუარებთან მოდის მოსახლეობა და წყალს ეზიდება. ამ სეზონზე განსაკუთრებით, როცა წვიმები არ არის, წყალით ჭირს და მოსახლეობა იძულებულია ასე მოიმარაგოს წყალი. ნახეთ აი ეს უცნაური ტბაც, ან რეზერვუარი, რომელიც ლამაზად კი გამოიყურებოდა. ამასობაში დრო მოვიდა წასვლის და გაუდექით გზას უკან დასაბრუნებლად. ახლა გავჩერდით საჭმელად, დღეს წესილად არაფერი არ გვჭამია. What we ordered already, noodle, yes, noodle. It's Cambodian noodle or normal noodle? Normal. Okay, noodles-ი შევუყვეთ და მოიტანებენ რა. წყალით გვაქვს. აი ასე გამოიყურება ჩვენი საჭმელი. აბა ახლა გავსინჯოთ. კარგი გემოაქვს. ხორცებიც არის, შიგნი საქონლის ხორცით არის. როცა ქშია ზაქარია, ცივიჭარით ჩაქარია. ასე რომ მომეწონათ თუ ვერ ვიტყვი. Did you like it? Yeah. Did you like it? მასაც მოეწონა. ახლა კი მზადა ვარ თუ გავაგრძელოთ გზა, გავუდგეთ გზას. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. გზად გავჩერდით ერთ-ერთ პლანტაციაში, სადაც მოჰყავდათ ხილი დურიანი. Bạn thấy dương trời ca chúng nên khẳng mà nàn lại rồi. Nhưng trời ca chúng nên thả tôi thoát đã tôi tê được chân cái hái nhưng trời bật phoi tức yang sách phoi sách phoi pram neti vậy. როგორც აქ აგვიხსნეს, საკმაოდ რთული მოსავლელია ეს მცენარე და ხშირი მორწყვა ჭირდება თურმე. And how much does it cost to sell, for example, 1 kilogram? Thì ông mặc trend mà kilo mà ông. 1 kilogram is $6. $6? $1.25. $6. Ah, 6.25. Ah, okay. Yeah, 25. How much is this area? How much in total land? How much is this plantation? Is big or small? Đây không. Đây from hat 5 hectare. 5 hectare.
Okay. Chú có bao trong tay nhỉ? She said that, do you want to buy? No. Sell. No, I just wonder if it's big territory or small. But if territory is big, you need much work. You need much water, much everything. You understand? მოსავალს წელიწადში ერთხელ იღებენ მაისის თვეში. Mà cho trà. George. Thầy nó mà cho trà. Georgia. I'm from Georgia. Chia lăng thế. We will take Georgia. I'm from Georgia. Thật cả nó số nó từ đâu? გზად დავინახე, რომ საკმაოდ დიდი ხანძარი იყო გაჩენილი. როგორც რიონმა მითხრა, მას ხშირად ხელოვნურადაც აჩენენ ხოლმე, რადგან ასე უფრო მარტივი და იაფია ყანის გასუფთავება ზედმეტი მცენარეულობისაგან. ზოგჯერ კი რა თქმა უნდა ბუნებრივადაც ჩნდება, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო ჩემთვის, რომ ამ ხანძრის ჩასაკრობად არავინ მოდიოდა. ფიზიკურად დაღლილი რომ ხარ, ემოციურადაც დაცლილი რომ ხარ, ამდენი გასაოცარი ადგილების ნახვით და სახლისაკენ მიმავალს აი ასეთი საოცარი მზის ჩასვლა რომ დაგემთხოვა. საოცარი მომენტია. მოკლედ დავბრუნდით ისევ აი ამ კაფესთან. დღეს ძალიან დიდი და დაღლილი დღე იყო. აი ამ კაფის გვერდით, აი აქვე, აი ეს არის პატარა ქოხივით გადახურული რაღაც. ჩემი ახლად გაცნობილი მეგობრის ოფისი. და ჩემი საძინებელი არის აი ეს. აი აქ დავიძინებ. ღამე აქ საკმაოდ ცივა, ამიტომ ასეთი სქელი გადასაფარებელი მომცეს. რიონმა გადაწყვიტა მოემზადებინა მცენარეული წამალი. კარგია ჯანმრთელობისთვისო. სპეციალურად გამხმარი და გამზადებული მცენარეა ეს, რომელსაც წყალი დაასხა, ცეცხლი დაანთო და დადგა ცეცხლზე. დუღილის დრო დაახლოებით არის 9:30 საათიო. სანამ ეს მცენარეული წამალი მზადდებოდა, მანამდე ჩაუჯექით დოკუმენტურ ვიდეოებს. მერე მანახა მისი პატარაობის ფოტოებიც და მომიყვა რომ ადრე ბუდისტ ბერობასაც აპირებდა. ერთი წელი იყო ბერი, მაგრამ მერე დაანება თავი და საერო ცხოვრებაში გადმოვიდა. როცა ბუდისტი ბერი ხარ, არ შეგიძლია ოჯახის ყოლა და მუშაობა. მთლიანად სხვების შემოწირულობაზე ხარ დამოკიდებული. ამასობაში ეს მცენარეული წამალიც გამზადდა. აღარ დაველოდე მის გაცივებას. აინტერესებდა გამესინჯა და რიონს უთხარი რომ ხვალ დილას დავაგემოვნებდი. დავიძინე. თუ არ ჩავთვლის რომ ცოტა სიცივე იყო, კარგად მეძინა. გათენდა ახალი დღე. How is it taste? It's like tea without sugar. Yeah. Tea without sugar. But this is medicine. Medicine. Good person. Goodbye. დავემშვიდობი რიონს და წამოვედი. Goodbye. როგორც ესაბრა გვეუბნება, ეს ტერიტორია არის დანაღმული და საშიში არის აქ გადასვლა. ახლა ვარ გაჩერებული ერთ-ერთ ადგილას ტრასაზე და აი აქ როგორც ხედავთ, ჩამწკრებული არის ასეთი აბრები. გზის მეორე მხარესაც არის ანალოგიური ჯოხები. ასე და ამგვარად დასრულდა ჩემი ეს გიჟური ორდღიანი მოგზაურობა. დაკარგული ქალაქების აღმოჩენა კამბოჯის მთებში. იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ამჯერად უკვე აღმოვაჩენთ კამბოჯის კუნძულებს. თავარ შენობას, რომელსაც ეს გიზაში არის პირამიდა, ისეთი ფორმა აქვს. აი ზუსტად ისეთი ფორმა აქვს მოკლედ რა და მაგრამ მაინტერესებდა ეს ფოტოებში რომ ნახე. მოკლედ ამ პირამიდის წვერიდან I will think what I will say just a moment. მოგესალმებით კამბოჯიდან. თქოდ გამოიწეროთ არხი.